მოგესალმებით პატრიცემლო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირი ობიექტივის გადაცემა CV პასემ თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ მე და ბატონი პოლკოვნიკი ნაური ჯიქია, თქვენ მაგას კარგად იცნობთ, ჩვენი ხშირი სტუმარი აქ. და ჩვენი გადაცემა უფრო მეტად დღეს იქნება დაკავშირებული აი იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობა საქართველოში არის, რა თქმა უნდა, იქ სადაც მდგომარეობა არის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში. და მდგომარეობა რაც არის სოფლიოში, უკრაინა-რუსეთის საბრძოლო მოქმედებები და ის, რაც უკვე გადალაგება მიდის მთელი სოფლიოს, მთელი პოზიციების, გადასული უკვე მონდიალისტური ან და დუალისტური ამ სოფლიო მართვისაგან და აი როგორ ხდება ეს ყველაფერი და რა მდგომარეობაც არის, ალბათ თქვენს კარგად იცით, ის რა მძიმე მდგომარეობა საქართველოშიც არის, არჩევნებთან დაკავშირებული, ამასაც გავხსენთ ჩვენ პასუხს. მე დღეს სანამ გადაცემას ჩვენს დავიწყებდეთ, მე მინდა ერთი ჩვენთვის სამხედროები ძალიან იშვიათად არის, რომ ჩვენ ვეტერანებისთვის იყოს რაღაც სასიხარულო ისეთი, რომელსაც ჩვენს ღიმილს მაინც რომ მოგვრის. აი ასეთი გაკეთებული საქმე და დღეს თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამგორის რაიონში ერთ-ერთი ქუჩის უსახელო ჩიხს დაერქმევა გენერალ-მაიორ ზაურ უჩაძეს სახელი. მე ვთხოვ ტექნიკურ პერსონალს თუ აი აგერ არის ბატონი ზაურ უჩაძე და მისი სახელი. ჩვენ დიდი ხანია ამისათვის ვიბრძოდით, დიდი ხანია ვთხოვდით და მე ამას გამონახა ეს საშუალება და ბატონ ზაურ უჩაძეს სახელობის ესე იგი ქუჩა იქნება ერთი პატარა ქუჩა მონაკვეთის სამგერის რაიონში. ნუ როიცოდეთ რა არის და როგორ არის, აი ახლა ვინ არის ზაურ უჩაძე? გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძე ეს არის მეორე საარმიო კორპუსის დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი 73 წელს, დაამთავრა ლენინგრადის მიხაილოვის სახელობის აკადემია, მაშინ კალინის სახელობის იყო აკადემია, მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში ყველგან, დასავლეთში, საზღვარგარეთაც, საქართველოში, გამაგრებულ რაიონში, მე და ბატონ ნაურისთან ერთად, მეშვიდე გამაგრებულ რაიონში, ლენინაკანში ერთად მსახურობდით. და ძალიან დიდი და ბევრი დამსახურება აქვს და საქართველოში, როდესაც ჩამოვიდა უკვე საქართველოში, აი საბრძოლო მოქმედებების დროს, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უკვე იყო დანიშნული მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად. ის ხელათვე იყო თავისი ნებით, თავისი იმით წავიდა რომ ჩამოეყალიბებინა ის ჯარების საშუალებები, რადგან ომის დაწყება ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ არც კი შეეკითხეს გენერალურ შტაბს, არც კი ტიშვილი იყო მაშინ ძალიან განათლებული და მაღალი დონის ოფიცერი, ისე შეიყვანა კიტოვანმა იგი ჯარები, დრო შემდეგ იძულებული გახადა ალბათ ჩვენი მთავრობას ისინიც, რომ უკან არიცხებით, ესე იგი ეთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის უმაღლესი მთავარსარდალი მაშინ იყო შევარდაძე, მოკლედ იქ შესულ ჯარებს სჭირდებოდა დალაგება. ჯარი თავდაცვის ჩამოყალიბებული არ იყო, აი ამ მძიმე პერიოდში მოუწია ზაურ უჩაძეს იქ ამ ჯარების ჩამოყალიბება, აი აქედან გადაყვანა, იქ საბრძოლო პოზიციების დალაგება, იყო ჩამოყალიბდა იქ მეორე საარმიო კორპუსი, ამ კორპუსის მეთაურად გენერალი პაატა დათუაშვილი იყო დანიშნული, მის პირველ მოადგილედ ზაურ უჩაძე იყო დანიშნული, შტაბის უფროსად ვალერიან ქვარაია დანიშნული, ძირითადი პირები, რომლებიც იყო ჩამოყალიბდა ორი ბრიგადა, 23 ბრიგადა, რომელიც იყო მასში სოხუმში და 24 ბრიგადა, ჯერ იყო ამ ბრიგადის 23 ბრიგადის მე-4 ბატალიონი და შემდეგ ცალკე ჩამოყალიბდა ამ ბატალიონის ბაზაზე 24 ბრიგადა, სადაც ბატონი ნაური, აი იქ იყო სარაკეტო ჯარების და артиლერიის უფროსი და შემდეგ მიმართულება ჩამოყალიბდა და ბატონი ნაური გახდა სარაკეტო ჯარების, ოჩამჩირის მიმართულების სარაკეტო ჯარების და артиლერიის სარდალი. შემდეგ ესე იგი, როდესაც ვალერიან ქვარაია გადაყვანილი იქნა მრჩევლად პრეზიდენტის თბილისში, ის ესე იგი ამ კორპუსის მეთაურად დაენიშნა ბატონი ზაურ უჩაძე. ძალიან ბევრი მძიმე ბრძოლები, ყველაზე მძიმე ის რაც გამოიარა იყო ბატონი ზაურის იქ მოქმედება, სადაც მან შეძლო, როდესაც უკვე გამოყავდა ტექნიკა, შეიარაღება, ყველაფერი წაიღეს, გადაწყვეტილება სამხედროების გარეშე მიიღეს ის ყველაფერი, რომ ესე იგი სამშვიდობო მოლაპარაკება რაც შეკოთხվածდა შორის გამოდიოდა, ხო ეს რა ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი იმის რა ქვია რუსეთის და ამბობდა იქ ხელშეკრულება რო იყო დადებულიო ეს ხელშეკრულებაო ელცინმა დაარღვიაო
მაშინ რუსებმა დაარღვიეს. ხო, აი ეს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების თანახმად ჩვენ ტექნიკა გამოიყვანეთ, გამოვიდა და შემდეგ იმ აფხაზებს ტექნიკას აღმოუჩნდათ, ალბათ ეს ჯარის და იმის დამოკიდებულება შევარდნაძესა ჯართან მიმართებაში, რუსეთის ჯართან მიმართებაში, რადგან გერმანიიდან და იქიდან გამოყვანილი ჯარები იყო მოუმზადებელი გამოყვანილი, მე პირდაპირ ვიცი და მე ამ ოფიცერებსაც ვიცი, ახლა ის მოუმზადებლად, ესე იგი გამოიყვანეს დისლოკაციის ადგილი მათ რუსეთის საბჭოთა კავშირის მაშინ ტერიტორიაზე მიჩნეული არ ჰქონდათ, ისეთი დისლოკაციის ადგილი რომ კოლმეურნეობის ფერმებში და იმაში განალაგეს ჯარები და ძალიან განაცხადებული და ძალიან უკიდურესად ძალიან დამოკიდებულება ჰქონდა შევარდნაძის მიმართ საბჭოთა ჯარს და შედეგად ამ საბჭოთა ჯარის მოქმედებებამ ბევრმა შეცვალა იქ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, სამაჩაბლო საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ ეს ყველაფერმა ესე გამოიწვია ის რომ ის ჩამოყალიბდა იქ როდესაც უკვე ტერიტორიები დავტოვეთ, მაგრამ ორგანიზებულად ეს ყველაზე დიდი დამსახურება ბატონი ზაური უჩაძის იყო და ის რომ ხალხი ამდენი არ დაიღუპა, ის რომ ის ნაწილები და შეიარაღება რაც კი ჰქონდათ იქ დარჩენილი ისეთი მჩატე შეიარაღება, ის გამოიყვანეს იქიდან, ეს იყო ბატონი ზაურ უჩაძის დამსახურება. ბატონ ზაურმა უჩაძემ შემდეგ იყო მინისტრის მოადგილე, მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და ძალიან ბევრი აკადემიის რექტორიც იყო, ცოტათი პატარა ესეთი მონაკვეთი და ის რო დარჩენილი იყო დღეს აკადემია ესეთი არ იქნებოდა როგორც უსახელო და ესეთი დაჩმორება არ მე ამ სიტყვის არ მეშინია რომ მე სამხედრო ვარ და მე ძალიან მტკივა გული ეს აკადემია რომელიც გადაიყვანეს რატომღაც თბილისიდან ის ტერიტორია ყველაფერი იქ გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროს თავისი ადგილი ამიერკავკასიის ოლქის იმაში ქონდა რომელიც ბანკებმა იყიდეს დაანგრიეს მიწის ქვეშა ეს სამი სართული მიწის ქვეშ ისეთი ბუნკერები იყო იქ გაკეთებული ოლქი აშენებული იყოს 73 წელს დამთავრდა მისი მშენებლობა ოლქი შესახლდა შიგნით ამიერკავკასიის ოლქი მისი დიზელებით მის მართვის პუნქტებით ყველაფერი ესე იგი იმას ესე იგი ტაქტიკური ავია ბომბი მაგალითად რომ ვირტუალი იმით რა ქობინით მისი 25-30 კილოტონის იმას უძლებდა ის იქ რო დარკვაყოფილიყო და ეს ყველაფერი გაყიდეს ის შტაბი და ის თავდაცვის სამინისტრო სააკაშვილის რო გადმოიყვანეს ეს ყველაფერი თბილისში იმაში ტაუს შენობაში აკადემიის შენობაში და აკადემია თვითონ გადაიყვანეს გორში ნუ მიგვერს კიდევ ახლა წანიჯიხაში რო არ გადაიტანეს იქეთ შეიძლება გადაეტანა თან კიდევ სადღაც აი ეს იყო ეს ყველაფერი ზარის მიმართ 20050 ობიექტი რომელიც გაფანტულია გაყიდულია ჰოსპიტალი ახალი აშენებული რომელიც იყო იმაში ისანში უდიდესი ჰოსპიტალი სადაც შევარდნაძესაც ოპერაცია გაუკეთეს რაღაც პროსტატის იმასთან ქონდა რაღაცები და კავშირები იქაც ისეთ დონეს იყო ეს ყველაფერი დაშალეს ის შენობები აიღეს და ეს ყველაფერი მიყიდეს სამოქალაქო პირებს და იქ ააშენეს სამოქალაქო ისინი ობიექტები ააშენეს სამოქალაქო საცხოვრებელი ბინები აი ეს არის ჩვენი მიდგომა და დღესაც ეს ყველაფერი ასე მიდის მე მინდა კიდევ ერთხელ მის ოჯახს მინდა მიულოცო ქალბატონ ლალის მინდა მიულოცო მის ბიჭებს ირაკლის გიორგის მინდა მიულოცო რომ აი ასეთი მამა ყავდა და არაჩვეულებრივი ბაბუა და ის რომ დღეს არ არის ძალიან ჩვენთვის დასაწყისი არის ჩვენ აი აგერ ორი ვზივართ უახლოსი მეგობრები რომლებიც ლენინაგანში ერთად მსახურობდით 73-დან 78 წლამდე სანდამ ზაური წავიდოდა აკადემიაში ნაური საზღვარგარეთ და მე ცოტათი უფრო მეტ ხანს შემორჩი ამიტომ მინდა აცხონოს ღმერთმა აცხონოს უდროო წავიდა ზაური ჩვენგან უდროო წავიდა და აცხონოს და მე მიულოცავ შობდეს რომ მისი სახელით რომ და მისი დამსახურება ასე მერიამ დააჯილდოა და კარგია ეს იქნება ეს არის სამგორის რაიონში აი ეს არის დადგენილება აი მე 14 პუნქტი ეს არის სამხედროების შეფასება ხო აი მე 14 პუნქტი არის ქალაქის მერიის მიერ გადაწყვეტილება მიღებული და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის პირველი ჩიხისათვის მასთან მიენიჭოს ამ ქუჩის უსახელო იყო ეს ჩიხი და გახდა ბატონი ზაურუჩას სახელობის ჩიხი
ამიტომ ულოცა მე ოჯახს რო არ არის დავიწყებული არც ერთი გმირი არასდროს დავიწყებული ჩვენს მიერ სამხედროების მიერ არასდროს არ იქნება და მით უმეტეს ქართველი ხალხის მიერ ვინც იცნობდა და ვინც იცის რა იყო სამაჩაბლოში როგორ მოხდა აფხაზეთში ეს ყველაფერი იმაში სადაც ჩვენი ოფიცრები და გენერლები მონაწილეობდნენ დამსახურება ძალიან დიდი აქვს და ვერან ვერ გაბედავს და ვერ სიტყვის რომ მაგათი დანაშაული არის რამე რო ეს ყველაფერი ასე წავიდა იმიტომ რომ ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე ბატონო ნაური მე და თქვენ ეს კარგად ვიცით ეს არის უდიდესი დანაშაული როდესაც შენს მიერ შენი ქვემეხის ჭურვი შენსვე ტერიტორიაზე გაფეთქდება სადაც შენ გინდა რაღაცა შენი ძალით რაღაცა იმის ენით კი არა დაელაპარაკო და ისე არა ძალით ვიღაცა შენი იქ არ მოგწონს ჩვენს მიერ არის ეს ყველაფერი მე ყველა პრეზიდენტს ვადანაშაულებ გამსახურდიასაც ვადანაშაულებ შევარდნაძესაც სააკაშვილზე და იმას სალაპარაკოს მეტი არის და ეს პრეზიდენტები დანარჩენი რომელიც იყო ეს პრეზიდენტებიც არ იყო მარგველაშვილი და ეს სალომე ზურაბიშვილი რომელიც დღეს აი ასეთ აფორიაქებული მასში არის ბატონო ნაურ მე მინდა უკვე ძირითად თემაზე გადავიდე ჩვენ და მინდა აი როგორმე მინდა რომ თქვენ აი ახლა ჩამოაყალიბოთ ის საქართველოში რაც ხდება აი საქართველოსთან მიმართებაში საქართველოში რაც ხდება აი ახლა არჩევნების შემდეგ რა არის რა მდგომარეობაც არის და აი ამის პარალელურად სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე შეაჯამო შეაფასო სომხეთში რა ხდება და აზერბაიჯანი როგორ უყურებს მაგალითად საქართველოში ამ მოხდარ იმას და აი განსაკუთრებით ის უცხო ქვეყნის აგენტებთან დაკავშირებული ამ ალიევის განცხადებები და ისინი იყო და საერთოდ აი ამ სიტუაციაში რაც ჩვენ დღეს ვართ და ჩართული არის მთელი ევროპა, მთელი ევროკავშირი, ამერიკა და ისინი რომელსაც პასეზე იყო საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ჩვენს იმასაც ჰქონდა რა ქვია პრემიერ-მინისტრსაც კობახიძესაც ირაკლი კობახიძესაც გამოსვლა მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რომელმაც ესე იგი მე ასე ვფიქრობ საქართველოს ისინი გაასწორა მიწას მე მესმის რომ უკმაყოფილო ვართ ყველა ვართ თუმცა არჩევნების იგი მიდის ყოველთვის სამხრივად ესე იგი 2+1 ეს და ის ადამიანები ის ჯგუფები რომლებიც იქნებიან პატრიოტები შეიძლება ფული არ აქვს რომ დააფინანსონ ისეთი არჩევნებში რომ მიიღონ მონაწილეობა მაგრამ ქვეყნისათვის ძალიან სასარგებლო ადამიანები არიან ძალიან სასარგებლო ის აქვს პროგრამები ძალიან სასარგებლო მიდგომა აქვს ამ საკითხების გადაწყვეტასთან პროფესორები დოქტორები თუნდაც აი პატრიოტთა ალიანსის გაერთიანებული იყო 15 პარტია და გაერთიანებული იყო 53-მდე ორგანიზაცია რომელიც ღებულობდა ნუ რატომაც ამათ ხალხი და ჩვენ ხო ვიცით რომ ხალხი აძლევს ხმას ხალხი ხო უქმნის იმ პირობებს რომ ესენი იყვნენ თუნდაც წარდგენილი ისეთი რაოდენობით რომ მათი ხმა ხალხმაც გაიგონოს არ ესმის მარტო ჩვენ აქ ვზივართ მე და თქვენ ლაპარაკობთ ნუ შეიძლება კიდევ რამდენიმე ტელევიზიაში და არაფერი ეს ყველაფერი გინდა იყვირე გინდა რაც გინდა გააკეთე არავის ეს არ მესის მაინც ყველაფერი აი ეს როგორც ვიდეო და ქარავანი აი ესე მიდის აი ეს ყეფვის იმაში გამოვდივართ ჩვენ აი თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამას და მე გადავიდე უკრაინაზე ცალკე გადავიდეთ არ მოგესალმებით ბატონ გურამ მოგესალმებით ახლა ბატონ გურამ რაც დღეს ხდება ეს ხო ერთ დღეში და ერთ თვეში და ერთ წელში ხო არ მოხდარა ეს წირდებოდა 12 წლის განმავლობაში და რატომ ალბათ გახსოვთ თქვენ გადაბარება რომ მოხდა 2003-ში სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში ერთპარტიული სისტემა იყო დამყარებული. ერთპარტიული სისტემა იყო დამყარებული. სხვა არ არსებობდა. მარტო იყო ნაციონალური პარტია. უზურპაცია მოხდა ხელისუფლების. მაშინ ვიტო იყო 7 ნოემბერი, იყო კარვების აქცია, იყო იპოდრომი, იყო 26 მაისი. ხალხი ბლომად გამოვიდა. რატო გამოვედით მაშინ? მე მონაწილე ვარ 7 ნოემბრის კარვების აქციის 26 მაისის სათათბიროს წევრი ვიყავი ყრილობა ამამიქლია. ყველა მონაწილე ვარ და ვიცი ჩემ თავზე გადაიარა ამ ყველაფერს. რატო გამოვედით და რას ვითხოვდით? ჩვენ არ ვითხოვდით არ პურს, არ საჭმელს, არც ევროკავშირს, არც დასავლურ ფასეულებებს. სააკაშვილის რეჟიმმა შეეხო ქართველი ადამიანის სინდის და ნამუსს. აი იმიტომ გამოვედით. ჩვენ სინდის და ნამუსს შელახა მაგან და აი იმიტომ გამოვედით. და იმიტომ ვითხოვდით მის გადადგომას. მაგრამ რაც მოხდა, ყველა მიცის. 2012-ში მე ჩართული, ყველა ჩართული იყავით.
რომ ბიძინა მოვიდა ხელისუფლება 2012-ში 16-ში 18-ში მე გვერდით ვედექით ოცებას მაგრამ იმედი გაგვიწრუა რატომ და გეტყვით იმდენი დანაშაული ჩაიდინა სააკაშვილმა იმდენი დანაშაული ჩაისვლა დღეს ეგერ ზის ბოდიში ამ დეგენერატი და რა მიუსაჯეს ედავებიან რაღაცას ჩვენი გმირები ანწუხელიძემ საქართველოს დროშას ფეხი არ დააბიჯა თავისი სიცოცხლის პასად გაბისკირიამ გოგაცად ნიკადა ვჟიზნი იცი გმირმა ნიკადა ვჟიზნი ხო ანწუხელე ფეხი არ დააბიჯა ხო და სააკაშვილმა რაიო ქვების ხროვა იყოო 128 სოფელი და სოფლის ხროვა იყოო ჩვენ იმაზე ეკლესია რო არის გარეჯზე ისო სტრატეგიული სიმაღლეები იყო და იმიტომ შეოჯახაშინებო და დღეს აზერბაიჯანისთვის საჭირო ხო ადბეზა ბიჭო ბესპის რო ყოფილიყო სომხეთის საზღვარზე რაღაცა მაგრამ საქართველოს საზღვარზე სტრატეგიული სიმაღლეა და ხო და ამას არ ედავებიან თავის სიცოცხლის განმავლობაში ციხეში უნდა იჯდეს მარტო სააკაშვილი გარა ის გუნდი ყველა ამას არ ედავებიან ჩვენ ველოდით რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა ოცნება რომ ამას შეფასებას მისცემდა ჩვენ სახალხო კრებაში რო ვიყავით 21 მეის 2 ადამიანი მოვიკლეს და დადესკრეს თომ და დენმა დაარტყაო შეფასება არ მიეცა რამდენი ბიზნესმენს ბიზნესი წაართვეს რამდენი დაასახლეს რამდენი მოკლეს რამდენი რა ვიცი რა უბედურები არ დაამართეს და პასუხის დაუსჯელობის სინდრომი ბადებს უზნეობას რა მოხდა პოლარიზაცია ბატონ გურამ არა ისიც მინდა რომ შეეხო როდესაც ირმა ინაშვილი გამოვიდა და 300,000 ხმა პატრიოტალიანო შეიტანა და ვინ არ მისა ხმა ამაშია უბედურება იცი რატომ მოხდა ეს პოლარიზაცია ეს ვიცი იმპერიის მართვის სისტემა გაყავიდა იბატონე უყურე აიბზად აკუმულატორი მინუსი და მინუსი შედეგს არ იძლევა პლუსი და პლუსი შედეგს არ იძლევა მინუსი და პლუსი იძლევა შედეგს ანათებს მანქანას ხოქავს ძრავა მუშაობს ეს მოახდინებს საზოგადოების გახლეჩა პოლარიზაცია ნაციონალები და ოცნება სხვა არ გამოჩნდა რა საქართველოში მარტო ნაციონალები და ოცნების მეტი არ არის ცოცხლები არავინ არა ვართ ის ეროვნული მოძრაობიდან ჩვენ რომ მივახციეთ და მოუკიდებლობას აგეთ ხარ მიხდები ჩვენ გავაკეთეთ ჩვენმა თაობა გააკეთა ჩვენ არაფერი არა ვართ იცი ერთი პროდასავლური მეორე პროდასავლური საქართველოს არავინ არ ყოფილა და მოხდა აი ის რაც დღეს არის ბატონ გურამ როცა შეფასება არ მიეცა 91-ის გადატრიალებას როცა შეფასება არ მიეცა 2003-ში რა მოხდა როცა შეფასება არ მიეცა 2008-ში რა იყო აფხაზიის შეფასება არ მიეცა არაფერი შეფასება არ მიეცა დაუსჯელობა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ დღეს აგერა ადამიანი რომელიც აშავე რატოა პოლიცია რატოა პროკურატურა რატოა სასამართლო იმიტომ ადამიანი რომელიც დააშავეს ის და დაისაჯოს რატო არ გაკეთდა ეს იყო პოლარიზაცია რო არ გამოჩინილიყო ის ეროვნული ძალები საქართველოში დასავლეთს ასე აწყობდა ბატონ გურამ არ გახსოვთ ორივე ის და ის რო იყო ქვაზე დახატული ესმაკს რო გავდა ამერიკის ელჩი რო წყობრით რომ მიდიოდა ოცნება და ნაციონალები 1-2 ნაბიჯი და ბატონო ელჩო თქვენი ბრძანებით გამოვცხადით აძებდა ბრძანებს და სასრულებდა ხო იყოს რეალობა ხო იყო კი ახლა რო კურსი შეიცვალა ოცნებამ ეს მესმის თვითონ ის შეიცვალა სოფლიოში სოფლიო არა რომელსაც იყო 22 წლის თებერვლამდე ის არ იყო კი მაგრამ ახლა ოცნება საარჩევნო გამოვიდა ჩვენ ხალხმა აგირჩიაო
შეოჯახაშია ხალხმა თუ აგირჩია, ხელისუფლებაში ხარ, პარლამენტი შენია, მთავრობა შენია. როდის იქნება? მე მოხალხე ვარ, მე მინდა ჩემს სამშობლოზე წესრიგი რო იყოს. როდის დამყარდება წესრიგი? როდის? ის 12 წლის განმავლობაში კახაბიტაცია რომ მოხდა. და კინკლაობა რომ მოხდა, ერთი მეორე არა შენ ცხვირიანი ხარ, არა შენ ხარო ცხვირიანი და ორივე ცხვირიანი გამოდის. აიგეთ? როდის დამყარდება სახელმწიფო. ახლა უყურე მიდის მიტინგები. მესმის ხალხი უკმაყოფილოა, ეს მისი ნება ადამიანი მშვიდობიანად. ის ბაბუაჩემი ადგა და იმან მოუტანა პირატექნიკები ახალგაზრდებს, ახალგაზრდა დაჭერილია. ვინ მოუტანა პირატექნიკებსა? ასაფეთქლინითება, კოქტეილი, ვინ მოუტანა? რატომ მარტო ახალგაზრდები? შემზარიეს ახალგაზრდა, ხო იცი, ჩვენ ვიყავი ახალგაზრდები. მაგრამ ვინა თავი ამის? ვინ აძლევს ფულს? ვინ მოუტან საჭმელს? ვინ მოუტან ეს? ერთი კაცი დასაჯეს. რა ხდება? რა თამაშია? ხო თქვა ბიძინამ რომ გამოვიდა. ჩვენ წესრიგს დავამყარებთო. ჩვენ ყველას ვაგებიდო პასუხს. სადაა ეს პასუხისმგებლობა? რატო არ აგებიები? სანამდე უყუროთ ჩვენ ამას. სანამდე წყლია გავარდება? ჩვენ უკვე გავიარეთ, მე ამის მონაწილე ვარ ბატონგორა 91 წლიდან. რა თქმა უნდა. მე სამჯერ ვარ დაჭრილი ბატონგორა. სამჯერვეს ქართველის ტყვიით. არა მტრის ქართველის ტყვიის. რომელი ქართველის? იმისთანა ქართველის რომელსაც იქ დგას და საქართველოს იცი მე მებრძოდა ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიღაცას აი დღეს რა დგას? ვიღაცას რატომ მაინდამაინც შინ ევროპისკენ, რატომ მაინდამაინც დასავლეთ ფასზე, რატო არა ქართული ფასეულები, რატო არა შინ აფხაზეთში სამაჩაბლოს, რატომ? აი ესა გასაკვირი, ბატონო, მე ახალგაზრდებს არასდროს ვერ მეუბნები. მაგრამ ჩემი თაობის ხალხი რო დგას იქა, ბაბუა რო დგას, მამა რო დგას, რომ არ აღუზდია შვილი. პრობლემა ამაშია. და წესრიგი თუ არ არის სახელმწიფოში, ვინ აბრალს? მე ხო არა ვარ, მე უბრალოდ მოხალხე ვარ. ბრალს არის ხელისუფალი. თუ ხალხ ხელისუფლებაში, თუ იძახი რომ მე ხალხმა მირჩია, მაშინ ნება ინები და წესრიგი უნდა იყოს სახელმწიფოში. ბატონო, აი წესრიგი ძალიან კარგი სიტყვა. წესრიგი რა არის? უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციური მოვალეობის შესრულება ხელისუფლების მიერ. ხო? ანუ ჩატარება იმ არჩევნების, რომელიც უნდა იყოს, ესე იგი, აუცილებლად ეს არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს და ყველას უნდა ქონდეს უფლება მისი ხმის გაგონების, რომ მინ თქვა ხმა, რომ ეს ვიღაცამ გაიგონა, რომ მისი ხმა დასრულიარეს და ეს ვერ მიიღოს. ვერ მიიღეთ 2020 წელს თქვენ გახსოვთ, მეც ვიყრიდი კენჭს და მეც ვიცი რა იყო სამგორის რაიონში რაც მოხდა. მაშინაც. მაგრამ ეს ყველაფერი, აი ასეთ ყველაფერი, ესე იგი, მაინც პარლამენტში ხდება ის ადამიანები, რომლებიც ის პარტიებიც, რომლებსაც აქვთ ფული, რომელსაც ამაზე ხარჯავენ ამ ფულს, მოისყიდიან კარტოფილით, ფულით, რაღაც არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ის პარტია, რომელიც მანამდე იყო და ის აგრძელებს ამ ყველაფერს და ისევ შედეგს იმით იღებულობს, რომ მოისყიდა ეს ხმები და რაღაცები გააკეთა და არა წესრიგი დააყარა, წესრიგი, რომ იცეს ყველას უფლება, რომ ყველამ თავისი ხმა თქვას, არის ის თქვა კონსერვატიული ძალები, არის თუნდაც ლეიბორისტული ძალები, არის ბევრია. ბევრი მიმართულება და ყველას აქვს თავისი უფლება, რომ თქვას თავისი აზრი გამოთქვას. აი ეს მინდა ახლა შენ ჩამომიყალიბო მე. უბრალოდ იმიტომ რომ წესრიგი ის მარტო კი არ არის შენ ყავს ეს ძალები და თუ ვიღაცამ საწინააღმდეგო სიტყვა გამოთქვა, აი მაგალითად ახლა იმ მოედაზე ჩვენთან პარლამენტის წინ, აი დღეს, აი აქ ის რო არიან მაგალითად ის ძალები, რომლებიც არიან თქვა ნაციონალური მოძრაობა გახლეჩელი გაყოფილი 4 ნაწილად თუ რაღაცა და იქ გახარია ძალების დამატებული რაღაცა თავისი იმით სხვადასხვა უფრო ლოიალური და იმით მე ბევრი რაღაცაში ვეთანხმები მას, მაგრამ ბევრ რაღაცაში საერთოდ როდესაც სიტყვა ლაპარაკი მიდის რუსული თქვენ არაერთხელ გითქმიათ შენ პირადად არ გამოსულხა და გითქმია რუსეთი არის იქ, იმას არავინ არ გადაიტან ჩინეთში. ის არის იქ, იქნება საქართველოს საქართველოს არა ჩემადანი რომ გადაიტანოს საფრთხე. ხო. ამიტომ როდესაც ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ რუსული გახდებით, რაღაცა გახდელი, ანდა თუნდაც აი ახლა დასავლეთში მივიდივართ. საათ მიდიხარ, ან ბებიაშენის ბებიასთან მიდიხარ. შენი მიწა არის ეგ, მე და შენ.
მსახურობდი საბჭოთა ჯარში და გაფანტული ვიყავი თელსოფლი. ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდეთ საქართველოში. დაბრუნდით აქედან წასვლაც არ მინდა. 3 დღითაც სადმე რო წევიდე ისე მინდა ჩემთან. ახლა ოცნებობენ, იცი, დღეს იძინებენ, აი ეს ხალხი იძინებს დღეს იმ ოცნებით. ევროპა, ამერიკა და დასავლური ფასეულობა და დილით გაეღვიძება, სადა ისრაელი საქართველოში არის, იგივე ეს თავისი პრობლემები დაალაგებული არის, ეს ზამთარში გაგვიძება დათვი მეზობელი ჩვენ შილოედი აგერ არის, თურქეთი აგერ არის, ირანი აგერ არის, აზერ სომხეთი, იცი, ხო საქართველოს ჩემოდანი ყوار არის, იგლიაში ამოვიდო რომ გადაიტანო. იცი, ამაში უბედური ილუზიებით არიან, იცი, გიждდებიან ჯოგებად, აი გიждდებიან ჯოგებად და მე აზრზე მოდიან, თითოეულად მოდიან მასე, იცი? აი არა, რატო ატყულებენ ხალხს და აეუნებიან რომ ესენი იცი რა, სისტემა, იცი შექმნილი ამისანა. აი სისტემა, აი ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, რა უნდა ბიზნესმენს პარლამენტში. რა ესაქმება? მისი საქმე არის ბიზნესი, მისი საქმე არის ფულის კეთება. რა უნდა პარლამენტში? სამუშაო ადგილები და მრეწველობის და ხო, და ბიუჯეტში ფული შეიტანოს და ახიროს ვეღარ. რა უნდა პარლამენტში? იმიტომ რომ თავისი ინტერესები დაიცვას. რა უნდა იქ? არ ესაქმება. არ ესაქმება. ვარშე წინამდები ვარ ეს სისტემა, პარტიული სისტემა. რატომ უნდა ვიცი ვიღაცა პარტიას და არ ვიცი ვის თავაზობს, ვის ტენის. იმიტომ უნდა იყოს პარლამენტი უნდა ერჩევდეს 84 რაიონია თბილისში. აი მაჟორიტარული სისტემით. ყველა რაიონმა აირჩიოს თავისი დეპუტატი, თავისი კანდიდატი. პატიოსანი ადამიანი, რომელსაც იცნობენ. რაიონი იცნობ ადამიანს, რო არის პატიოსანი წესი, არ არის ბიზნესმენი. აი მაშინ გამოვა უმაღლეს განათლებული ადამიანი. ან იურისტი, ან ეკონომისტი. აი მაშინ იქნება წესი. იქ ხალხ რომ მოხდება, და აიგზალოს უნდა. პარტია აიგზალოს უნდა 4 წელი всё დავტარდა. და მაშინ იქნება წესრიგი. სანამდე ეს არის პარტიული სისტემა, ამ პარტიული სისტემას აფინანსებს. ნაურ, ჩვენ ამას ვერ შევცვლით. არა, მაგრამ არ გამოვა. თემ სოფლიოში ასეა, ვერ შევცვლით. პარტიული სისტემა არსებობს, პარტიული კანონი მიღებული არის, ესე იგი, ვის ვინს გაემარჯვებს პარტიას და ასე შემდეგ. ჩვენ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ, წესრიგი იქნება მაშინ, როდესაც ყველა პარტიას ყველა ადამიანის აზრ, რომელი პარტიის წარმომადგენელია, იქნება მიცემული მისთვის უფლება, რომ გაიგონონ ეს ხმა. თავისი აზრის ისინი მიცემული იქნება. ჩვენ პარლამენტი არის. ეხება თუ არა მაგას თავისი აზრი. ერთ მაგალითს მოგიყვართ. ერთხელ სახალხო კრებაში რო ვიყავით, გამოდიოდა ნინო ბურჯალაძე. და ყვებოდა სპიკერი რო იყო. ხო და ახლა მოდის და გვიყოფა რა 24 კაცი მყავდაო ჩემი. აი ჩემი პარტიიდან 24 კაცი პარტიაში. ნახევარი იგორთ შემიშინესო, ნახევარი შემისყიდესო, დამრჩავო 4 კაცი. 4 კაცი ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ეს არის იმეშ რაც არ გააკეთო ბატონო გურამ, მაინც ადამიანის ადამიანი. აი როგორი ადამიანი. გულში ვერ ჩახედავ. ადამიანის ფსიქება ისეთი უზნეოა, იცი, უზნეოა. ადამიანი უზნეოა. მოდი, მაგრამ ეს არის, რა ქვია, ჩვენ თემა არა, იმიტომ გავარდე, ის პარტია რო არის ბატონ გურამ. ვიღაცა მოდის, ვიღაცა აშინებს, ვიღაცა ფული მოაქვს, დიდი ფული მოაქვს და აკეთებს იმ საქმეს, აკეთებია იმ, როცა შენი სახელმწიფოს წინამდეგია. ჩვენ წესრიგზე ვლაპარაკობთ, ბატონო, წესრიგი რო დაამყაროს. დღეს არის ნაციონალური მოძრაობა და მასთან, ესე იგი, 4 პარტია, მაინც ალტერნატიული აზრი მაგათი არის ის, რომ მოიძენს ხელისუფლების სათავეში მართო და დაბრუნდეს ისევ ის რეჟიმები და ეს აქვს წამოკერებული, ესე იგი, ენაზე, რომ ესენი მიდის რუსეთში, ეს არის რუსული ფეხი ისევ აქვს, რუსული იქ, არაფერი რუსეთის გარეშე მსოფლიოში დღეს არ კეთდება. მე არ ვლაპარაკობ იმას, მე ვარ ქართველი, მე სულაც არ მენაღვლება არაფერში, არც რუსეთი, არც დასავლეთი, არც სამხრეთი, მე ჩემი ქვეყანა მინდა. მე ჩემ ადგილზე მინდა ცხოვრება. მე არ მინდა რომ ეს მიწები აქ არაბებმა და ვიღაცა გადამთიელებმა იყიდნენ და იმათმა აქ დაისაბურონ ცხოვრების წესები, ისინი გააკეთონ თავისი ცხოვრების ადგილად, გაიჩინონ ახალი საქართველო. მე ეს არ მინდა. ეს ჩემი საქართველოა და სულაც არ მინდა მე ვიცხოვრო წესებით, რომელსაც ცხოვრობენ ინგლისში, წესები ჩინეთში, იაპონიაში. არ მინდა, მე მინდა ჩემი
წესებით ვიცხოვრო, რომელიც მე ჩემმა მშობლემაც, ჩემმა წინაპრებმა, რამდენია 4000 წელია სახელმწიფოებრიობა საქართველოს, ხო? იმათმა რაც დამიტოვენ, კაცო. მე მინდა, სულ არ მინდა იქეთ წასვლა. ამაშია ბატონ გურამ საქმე, ამაშია რომ მაშინ აი დავამთავრებ მე ამას. აი ის მინდა ამაზე მინდა რომ პასუხი გაცე და შენ მაინც იმაზე გადადიხარ. აი ამაში მინდა რომ წესრიგი რა არის? წესრიგი არის ის, როდესაც წეს ჩვეულებებს, ჯიშს, იმიჯს შენს ეს ქართველი გაგებით. ქართველი გაგებით. ქართველი, ხო. იმიტომ რომ ჩვენ რო ლაპარაკობთ ევროპისგან გვიდა ცივილიზაცია, ცივილიზაცია იაპონიაშიც არის. არ გინდა იაპონიისგან. ან ცივილიზაცია არ არის. ქართველად დაიბადე და რატომ მე იაპონიდან გერმანული ან ფრანგული. აიღე იქიდან რაც კარგი არის, რაც კეთდება კარგი, მთელი მსოფლიო რაფერ განვითარდა. ივან ნიუტონმა ის გააკეთა, მენდელეევმა მეორე გააკეთა, სხვა ისინი ვინც არის პოზუნოები და ვიღაცები პარაოზი გააკეთა. ბატონო, კარგი რო ყოფილიყო ბაბუაჩემი აიღებდა მაგას, მაგრამ არა უღია ბაბუაჩემს, იცი, ბაბუაჩემმა გადმომცა რის მაგის მამან და ბაბუამ გადმომცა. აი ეს მინდა. მე ვარ რაც მამაჩემმა მომცა ეგე აი ესა საქმეც ამაშია ბატონ გურამ იცი ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს იცი მე არ მინდა არც ჩრდილოეთი არც აღმოსავლეთი არ დასავლეთი ეგე არ მინდა მე არ ვეჩხუბები არც ერთ მიმართ არც არ მინდა მე იმიტომ ეროვნულ მოძრაობას იმოდომ ჩავერთე იმიტომ ჩავერთე მივატო რუსი ჯარი წამოვიდე ჩავიცი ჩექმები კაბინეტი მქონდა ფულით და ყველაფერი მქონდა ჩავიცი ჩექმები და თავდეკი მაშინ წყობში თავდეკი იმიტომ არ მინდოდა ის ბზანება მე მინდოდა ჩემი სუვერენიტეტი ვაის გავეყარი ვაის რა განსხვავებაა ბატონ გურამ მე მოვშორდი საბჭოთა კავშირს რომელიც მოსკოვიდან ხელმძღვანელობდა და მივდივარ ევროკავშირში ევროკავშირი რა არის უფრო მეტი მოვალეობებია ვიძე შენი უფლებები იცი მე ხო ჯერ ევროკავშირით გამომიგზავნა ხო 12 პუნქტი ეს შეასრულა რა განსხვავება მოსკოვსა და ბრიუსელს შორის რა განსხვავება რა შეიცი ბატონო რა შეიცი იქ მორალური კოდექსი სტроительства კომუნიზმა როძახდა იყო ბიბლიიდან აღებული იქ მორალი იყო სინდის იყო ნამუსი იყო სიყვარული ქონდა შეიძლება სისტემა არ მოგწონდა, მაგრამ ეს იყო, აქ ეს არ არის. ეს აღვირახtildeობა აქ. რა თავაზობს მე არ ლაპარაკობ რომ ევროპაში და ამერიკაში ცუდი ხალხია. არის კონსერვატორი ხალხი და ძალიან პატრიოტი ხალხიც არის, მაგრამ იქ კანონია სახელმწიფოს მიღებული. სახელმწიფოს მიღებული უზნეო კანონი. მოდა ის ხალხი ხმას ვერ იღებს იქ. აი ბატონო აურო მინდა ცოტათი გაგვიგზელდა ეს თემა და ასეთ ისინი და მინდა ეს დავასრულო იმას. ახლა იქ პარლამენტის წინ მოედანზე შეკრებილები არიან ის ნაციონალური მოძრაობა რომელსაც ფული აქვს ყველაფერი აქვს და ესე იგი ყავთ დაქირაებული თავისი ბოევიკები და რაღაცები ასეთი ისინი მეორე მხარეს დგას ოცნების ესე იგი ის პირადი შემადგენლობა რომელიც ომონია თუ რა არის პოლიცია და ისინი რომელსაც თავისი შეარაღება აქვს და თავისი იმით არის ის რაც მიტინგებისთვის გამოსაგანებლად აქვს ისინი, მაგრამ იქაც არის ისეთი საზოგადოება, რომელსაც არ მოწონს ეს არჩევნები კი არა, ეს კურსი რა კურსითაც მიდის. თქვათ აი ოცნების მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტში შევიდა. არიან სტუდენტებიც, მე სტუდენტებს ველაპარაკე. სტუდენტები მეუნებიან ასე. ჩვენო იმისი მომხრეს არა ვართო. ჩვენო ხარს უჭერთ ოცნების იმას, ვაი რაც ჩაფიქრებული აქვს, მაგრამ ჩვენ არ უჭერთ ხარს იმას, რომ არ უნდა იყოს ისეთი პარტია და ისეთი ის შესული საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მთავრობას თავიდან ბოლომდე თვითონ ნიშნავს. ყველა კანონები რაც არის, თავისი არის. ყველაფერი არის, იმიტომ არ უნდა იყოს 50%-ზე გადაშორებული იქეთ. გესმის არც ერთი პარტიის უფლებები და ისინი რაც არის. ან უნდა შეიცვალოს მაშინ თვითონ აი პარლამენტის წარმოების სისტემა, ანუ მთავრობები გაკეთდეს ყველა რო იყოს მაგალითად რო ყველა პარტიას იმის მიხედვით თანამდებობები იყოს ესე იგი იმიდან რა ქვია ნებისმიერი პარტიიდან მინისტრი ინიშნებოდეს თავისი წარმოებით რა შეუძლია გააკეთოს მას რა შეუძლია რა შექმნა შეუძლია განათლებით თავისი იმიჯით ადამიანები ხო ასეთი რომელიც არ ემხრობა ამ პარტიას არ ემხრობა იმ პარტიას მე და თქვენ აგერ ვარ სამხედროები და გვინდა ერთი რაღაცა, გვინდა დავიცვათ ქვეყანა. პარლამენტში არც ერთი სამხედრო არ არის ოცნებიდან. როგორ უნდა მივიღო მე ეს ყველაფერი? მაგრამ იცით აი, მეც დავამთავრებ. აი, როგორ უნდა მივიღო ეს მე? როდესაც შენ
პრეზიდენტს ნიშნავ, კი ბატონო, მე დავემორჩილები მაგრამ შენ როდესაც ნიშნავ იმას რატო არ ფიქრობ რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში როდესაც პრეზიდენტს ნიშნავენ რომელიც უმაღლესი მთავარსარდალია შეერეგებული ძალების აუცილებელი ის არის მისთვის რომ ის უნდა იყოს ჯარში ნამსახურები აუცილებელი ვესმის იმიტომ რომ ეს უმაღლესი ეს მოდელს უნდა იმას ეს საკითხები აქ არ არის პარლამენტში თავდაცვის კომიტეტი რომელიც 92 წლიდან დღემდე არასდროს თავმჯდომარე იქ სამხედრო არ ყოფილა არასდროს მაშინ რისი თავდაცვისა და უშიშროების საბჭო არის მაშინ აი ამაზე მინდა რომ შენ აი ეს არის ზუსტად აი რასაც თქვენ თქვით ეს ხო ყველაფერი კანონში უნდა იყოს გაწერილი რა თქმა უნდა კანონში ვინ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტთან რა ის კურსი აქვს ამ პრეზიდენტს იცი ყველაფერი კანონში როცა იმიტომ ხდება როცა ეს არ არის განსაკუთრებით ახლა გამოვიდა და თქვა იმან სწორია იმან თქვა სადი წერიაო უმაღლესი განათლება კონდესო ან პრეზიდენტს ან პარლამენტის არა პარლამენტის იმაში და პრეზიდენტის იმაში არჩევნებში არც უნდა იყოს მაგით ჩაწერილი რატო გეტყვი ახლა ეს ყველაფერი ადამიანის თვისებებიდან შეიძლება მას არ ქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული არ ქონდეს ისინი მე და თქვენ იმძენს ვისნობთ უნივერსიტეტი დამთავრებულს და ჭკუარ არ მოეკითხება ძალიან ბევრი მაგრამ ეს ადამიანები არის კაჩინსკი იყო მაგალითად სტალინი არ ქონდათ იმათ უმაღლეს განათლება მაგრამ თავისი იმით არა მე ეს ბატონო მესმის გარა მაგრამ იცით მე ამ პიროვნების წინავე არაფერი არ მაქვს არაფერი არა ჩვენ ლაპარაკობთ სისტემაზე სისტემაზე ლაპარაკობთ იცი მაგრამ ხომ და იცოდეს რომ პოლიტიკაში რო ხარ და პოლიტიკურ ეს რო შენ მოწინააღმდეგეს და მტერს რო არ ძინავს ხომ და იცოდე ეს რომ ამას რო წამოგიყენებდა ხომ და იცოდე ეს არა რა უნდა წამოუგანო მაგალითად კაჩინსკის კაჩინსკი აირჩია ხალხმა გვინდა ეს ადამიანი ტრაქტორისტია ეს ბევრი ყოფილა იცი აი ის იმპერატორი ყოფილა რომ არ განათლება ჰქონდა და ის ბიზანტიის იმპერატორი მწყემსი იყო ამაზე არ არის პიროვნებაზე მაგრამ გენიოსობა იცი მაგრამ თვითონ იცი ეს ყველაფერი ბალონგურამ და ჩამოწერილი უნდა იყოს კონსტიტუციაში ყველაფერი კანონში უნდა ხელისუფლება უნდა შეასრულოს მაგრამ როცა აი რო იტყვიან რუსულად ლაზეიკები რო არის იცი ლაზეიკები არ არის ლაზეიკა ამაში ნაური აქ არის კონსტიტუციაში ჩამოწერილია ვინც უნდა ქონდეს უმაღლესი განათლება იმ ორგანულ კანონებში წერია რა განათლებით უნდა იყოს სხვადასხვა კონსტიტუციაში წერია მაგალითად იურისტები და საჯები და ისინი რა განათლება უნდა ქონდეს და ის სადმეც არჩევითი არის მე მინდა ეს გასო კალიგულა მეგერ თავისი ცხენი აირჩია სენატში და ჩვენ ამას კი არ ვლაპარაკობთ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანი რომელიც არის და დაიმსახურა ავტორიტეტ რომელსაც ხალხი უსმენს მაგ ამიტომ შეიძლება ის იყოს პარლამენტის წევრი თავისუფლად შეიძლება იყოს ხო ჩვენ გახსოვს ჯინჯარაძე იყო ჩვენ და ქობულეთში სოციალისტური შრომის გმირი ჩაის მკრეფავი იყო ის იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო საბჭოთა კავშირის და იქ დადიოდა სესიაზე ახლა და იქ ჩამოდიოდა და ისევ შრომობდა ისე კი არა 15000 რომ აქვს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ლარი და არ შეიძლება პენსიაზე გასულ იმაზეო ხონდესო 1000 ლარზე მეტიო ეს ხო რა ჩემი დისკრიმინაცია გააკეთა კანონი სადაც რაღაცა წერია რომ თურმე კოეფიციენტი თქვა 15 მაიორი ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი ერთი რანგის ისინი ყოფილან ეს ბატონ რას ისწავს იცი ბატონ გრა ეს იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო იმართება არა საქართველოს და ქართული ერის ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ვიღაცას ინტერესებიდან. აი რო დაგისვამენ თავიანთ ხალხს და რო ასრულებენ მათ იმას ეს მითითება რატო უნდა შევასრულო აი ბატონო დაგვრჩა ძალიან ცოტა დრო და არ მინდა ეს რო ახლა მასზე გადავიწამ კითხვა შევცვალ ჩვენ თქვით და დავაანონსეთ რომ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე სომხეთში ახლა რასაც აკეთებს დასავლეთზე ის რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა ჩვენთან მიმართებაში რომ ძალიან ბევრი არის 10000-ზე მეტი ადამიანი და 20000-ია ჩვენ ვიცით ამდენი დასაქმებული ამ NGO-ები და ისინი რომლებიც ესე იგი თავის ინტერესები აქვს იმიტომ რომ ის პატრონი რომელიც ფულს უხდის ის აუცილებლად თავის რაღაცას თხოვს მაგრამ მე მინდა აი სირიაში ომი აი ახლა ემზადება ისრაელი და იმისთვის და მიდის ლაპარაკები არ ვიცი რამდენად მაგრამ ძალიან დიდი ექსპერტები რომლებიც არიან ამბობენ იმაზე რომ შეიძლება
იმ დონემდე მივიდეს ეს დაძაბულობა, რომ აი ამ ახლო აღმოსავლეთში დაიწყოს ომი და შეიძლება ბირთვულშიც გადავიდეს, იმიტომ თუ ისრაელი ჩაერთვება შიგნით, ჩაერთვება ირანის საწინააღმდეგოდ, ხო, უნდა დაუბომბოს რაღაც ბირთვულის ლაბორატორიები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ხო, უკვე ყველა თქვა უკვე, თვითონ ირანი არ აღიარებს, რომ 5 ბირთვული ის აქვს უკვე, ხო? ქობინი და ბომბი ასე ვთქვათ. აი მითხარით, ახლა აი ეს რო დაიწყოს საბრძოლო მოქმედება, ომი დაიწყოს. ჩვენ ვართ აი ასეთი იმაში. აი ტოლვილები, აი ასეთი ისინი, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველოს. ნუ ახლა ბატონ გურამ, ცოტა მაშინ ეს საკითხი ცოტა უკრაინიდან დავიწყოთ. მე რა იმაში არ გვეყვა 10 წუთი ვაგა არ მაგრამ რატო იცით ბატონ გურამ, იცით, რატო ხდება ახლა? აი უკრაინაში დასავლეთმა ომი წააგო. ხო. დასავლეთმა წააგო. ახლა ამერიკა ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად და ყველაფერთ. მაგრამ ამერიკას არ გააჩნია ის ლოგისტიკა არ გააჩნია, რომ აწარმოოს ამისანა სახმელეთო ომი და ოპერაციები, როგორც დღეს უკრაინაში მიდის. ამაგი ვერ შეძლებს. დიდი ჯარი ყავს, მაგრამ გაფანტულია. უნდა ჩაათრიოს ამაში ევროპა. მაგრამ იცით რომ ახლა ტრამპი არ ტრამპს დაუწყია ომი, არ ტრამპი დაამთავროს ამას. ამის ძალიან კარგად ვიცი ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამას ყველაფერს. მაგრამ ახლა ტრამპი შეეცდება, რა შეეცდება იცი? არ გამოაცხადებს თვითონ და ამერიკამ დამარცხდა. დააბრალებს იმას ბაიდენს სახე შეინარჩუნოს. ხო, არა, ბაიდენს დამარცხდა, მაგრამ არ იტყვის რომ იმან ომი წააგო. იტყვის შეცდომა დაუშვა. მაგრამ თავისი სახე ხომ და აჩვენონ. აქ წააგო ეს ომი. ახლა ორეშტიკი რო არის. არეშტიკი რო რუსეთმა გააკეთა. არეშტიკი ეს ხო უბრალო რაკეტა არ არის. ეს არ არის რაკეტა იმისთვის რომ ხიდი ააფეთქოს, ან რაღაცა ააფეთქოს. იცი, და იმიტომ აჟიოტაჟი ატყდა ევროპაში, იმიტომ რომ გამოსცა სად გააკეთა? რა დაბომბა იმან? სად გამოსცადა? ურალმაში ლევერტელა ტერიტორია, ხო იცით ეს რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო კომპლექსის ერთ-ერთი ის იყო, ის კატაკომბებია, იქ რამოდენიმე სართულები, ის გაანადგურა. ეს რაკეტა გამიზნულია ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწინააღმდეგო. ძალიან კარგად იციან. სირია და აქეთ ახლა რა ხდება და ახლა გეტყვი. აქ თავის სახეს ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ევროპაში წააგო. ახლა სოფლიოს უნდა აჩვენოს და თავისი სახე უნდა შეინარჩუნეს. იცი, მაგი ახლა რა პოზიციიდან გამოდის ახლა რუსეთთან? ხო იცით, პუნქტ ნომერ 1. ხაზიაინ ამერიკელი ყოველთვის მართალია. პუნქტი ნომერ 2. თუ შენ ხარ მართალი, იხენძღვანილე პუნქტი ნომერ 1. ბატონი და ამერიკა ყოველთვის. ამის შეეცდება, როგორც გეგემონი შეეცდება. სახე უნდა შეინარჩუნოს ევროპაში, იმიტომ გადააქვს ახლა აზიაში შეინარჩუნოს თავისი სახე, როგორც გეგემონი. რამდენად გამოუვა ის არ ვიცი, მაგრამ სირიის სიტუაციამ ბატონო ჩვენ ახლა 7 წუთი ილაპარაკე იმას რომელიც სირიასთან კავშირში არა. სირიაში ახლა ხო დამარცხდა ის ასადი დამარცხდა 28 ესე იგი მოძრაობა პარტიები რაფერს გინდა დაარქვი ერთმანეთზე დაპირისპირებული რომელიც შერიგება შეუძლებელია. იქ ეს გამოიყენა ყველაფერი ისრაელმა, ჰოლანდიამ, ამერიკამ და თურქეთმა. ამერიკა მაინდა-მაინც იქ ისინი არა. თურქებმა თავისი ისინი გამოიყენა. რაც თურქებმა გამოიყენეს თავისი ის ამერიკის საწინააღმდეგოდ არის. იმიტომ ქურთებს ამერიკა აძლევდა ყველაფერი რომ სახელმწიფოებრივ უნდა შეუქმნას ირანის, თურქეთის, სირიის და ერაყის ტერიტორიაზე. 30 მილიონზე მეტი არიან ისინი. მე ახლა ჩემი კითხვა რაზე არის? აი დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი ალბათ ერთი ასამთის იგი ჭირდება. დაიწყება ირანში თქვა აი დაბომბები და ისინი. ტოლვილები ირანი, აი აქეთ ერაყის ისინი, აი აქეთ ალბათ ისინი სხვააქეთ ისვრიან. აი აქეთ სირიელები და ისინი. შეგვეხება ეს. აი მინდა აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ რა სიტუაციაში ვართ? ამაზე რას ფიქრობს სომხეთი, ამაზე რას ფიქრობს აზერბაიჯანი და ჩვენ როგორ ვართ ამას? ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ თქვა 3 მილიონი ტოლვილი როგორც თურქებმა მიიღო. აი რა იქნება აქ რა მოხდება? 3 მილიონი ჩვენ არა ვართ.
ხო ჩვენ არა ვარ 3 მილიონი და ახლა თუ დაიწყო ახლა ტალვის ხო გზას ხარ დაუკეტავ და კარებს ხარ დაუკეტავ ადამიანი გარბიზე ვყავენ და რას ის და ჩვენ შეგვეხება ჩვენ შეგვეხება აზერბაიჯანს შეეხება და სომხეთსაც შეეხება თუ ეს დიდი ომი მოხდა მაგრამ ის მოსალოდნელი იმიტომ რომ იქ არ დაწყარდება სირიას ადამიანებმა ვისაც 10 ახლე მიყავს ის უკვე შეიხად თავის გზნობს იცი და ის ყოველთვის აგრე იყო ის აღმოსავლეთი ის ხო არა ევროპა არა სირიაში ომი რაზე იყო ისთვის იყო ომი ყოველთვის სიმდიდრეები ხო სიმდიდრე და მე გააშნია სიმდიდრეები კატარს გააშნია სიმდიდრეები ის არაბულ ქვეყნებს რომლებიც იქეთ არიან ისინი იბრძვიან იმისათვის რომ გასავალი თავის ისინი გაიყვანონ ნავთობსადენებს და ისინი ევროპაში და იმაში გაზი და ასე შემდეგ მე ახლა სირიას ყავდა ასაც ყავდა 200-დან 500,000-მდე ჯარი 500,000 იყო აგენს რამდენი ყავდა 25 როგორ მოხდა 10 დღის განმავლობაში სადაც ფულით ვერ კეთდება, იკეთდება დიდი ფულით. ფული ვის აქვს? ამერიკას ინტერესები იყო. ახლა უყურე ისრაელმა რა გააკეთა? ჩამოვიდა იმ სიმაღლეებიდან, დაიპყრო ეს ტერიტორიები, სოფლი გაჩვენებულია. რატოა გაჩვენებული სოფლი? იმან ხო გაჩერებული არ არიან. გაჩერებული არიან ბატონო. მაგრამ ჯერ არგუმენტი რომელიც აქვს, ნეთანიაჰუმ რომელიც არგუმენტი გააკეთა, მე ეს გადამყავსო იქეთო. ხო. და გაეროში და იმაშიც ესე იგი პასუხი მისი ათესი იყო რომ უსაფრთხოება ჩემი ტერიტორიის დავისვა რომ სროლები არ იყოს. ახლა თუ ის ისავს უსაფრთხოებას გაეროს ისინი ამბობს ეს ტერიტორიებიო შემდეგ ხო არ იქნება ოკუპირებული? შემდეგ არ იქნება ხო? პასუხი არ არის. და ეს შემდეგ იცი ახლა ხო ის სამხედრო ფლოტი რო გაუნადგურა, ავიაცია რო გაუნადგურა, ის ხალხი არ დაღუპულა? ნუ გაგესეთი ჩვევა კითხვაზე გადახვიდე ის ლაპარაკი ჩენგიდა გეუნები ტოლვილები წამოვიდა თქვა ის ირანის ტოლვილები წამოვიდნენ აქეთ საქართველოს ჩვენ რა უნდა ვქნათ დღეს რას იზამბა წალეყავენ საქართველოს რას მაგრამ რა უნდა ვქნათ აი კი ვიცით რომ წაგულეკავს არაფერი არ გავაკეთოთ აი როგორ უნდა მოივსეთ დღეს რაზე უნდა იყოს ჩვენი აქცენტირებული ყურადღება რა გააკეთოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ ის უშიშროება საზღვრის დაცვა ისინი როგორი ის უნდა ისაქვნათ ჩვენ ჩავატაროთ რომ მზად ვიყოთ ამისათვის რას ფიქრობ ამაზე მზად რო ვიყოთ ამას მომზადება ჭირდება მაგრამ ამაზე ვინმე ფიქრობს დღეს ის პრობლემა აი ეს პრობლემა ქუჩაში მე კითხვა დაგიშვი რა გავაკეთოთ უნდა ამისთვის მე ახლა ხელისუფლებას რო ვიყო გეკონი შენ არ მაგრამ შენ საგანგებო აი დღეს მე რომ ვიყო საგანგებო მდგომარეობა შემოვიტანდი საქართველოში საგანგებო მდგომარეობა შემოვიტანდი და დავამთავრებდი ამას ყველაფერს ყველაფერს დავამთავრებდი ამ საკითხთან ვით დასაჭერია დავიჭერდი ჩავსვამდი ციხეში კაიგე ვით დასაჭერია შემოვიტანდი საგანგებო ბატონ გურამ თქვენ გინდათ მე მინდა სახელმწიფო არ იმართება ბატონ გურამ და იმას ასე უნდა კითხვა დაგესვი გამეცი პასუხი ნუ ხარ მეგრელი იმას გურულთან ლაპარაკო ბოლოს და საგანგებო შემოვიტანდი და დავკეტავდი საზღვარს კი დაკეტავდი ტოლვილები წამოვიდნენ და წამოვიდნენ მოგრი ესური და არ ვიესვი რა ვქნა ნუ შემოუშვა ახლა შემოუშვი თქვა 10% შემოუშვი ჩამოუშვი თქვა 300,000 ამას ხო დაბინაება ჭირდება ამას ჭირდება ამისათვის აი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო როგორი მზადყოფნა უნდა გამოაცადოს სახელმწიფომ ამისთვის რა გაკეთებს რომ ამისთვის იყოს მზად ნუ ჩვენ ბატონო როგორ გითხრა არაფრის საშუალება ჩვენ არ გვაქვს მაგრამ აი შოხა მოგვიწევს გაკეთება იცი რა აი საქართველოში მაშინ სამახალხო დაცვა რო იყო გრაზდანსკა აბარონა მაშინ ყველაფერი გათვლილი იყო, პალატკები იყო, ის იყო, სამედიცინო ის იყო, რაღა ყველაფერი იყო, ჰოსპიტალი, ყველაფერი იყო. ეს ელდაღა და ყველაფერი. დღეს არაფერი არ არის. არ არის, მაგრამ ხომ და გაკეთდეს რაღაცა. გაკეთდეს, მაგრამ ნუ ახლა ცალი ახირისუფლებას. ცალი ამისთვის. ჩვენ ნაური რა. ბიჭო, სარეზმო სისტემა. ხელისუფლებაზე არ გეკითხები პირადად, ნაური ჯიგია, პოლკოვნიკ, ნაური ჯიქია. სახელმწიფომ დღეს რა უნდა გააკეთოს, რაზე უნდა მიაქციოს ყურადღება. რო ეს ჩამოყალიბდეს მე და თქვენ ახლა თავი რო ატკივდება მე იმას დავაბრალოთ ჩვენ აქ გიდება თავი ის ხალხი რო ჩემს სახში შემოواردება ხო შემოواردება ამიტომ დღეს რა უნდა გაკეთდეს ამისათვის საგანგებო სიტუაცია გავიგეს ყველაფერი ესე იგი მიმართულებები სადგა უნდა გალაგდეს მაგალითად ბანაკები რა ბანაკი აი როგორც თურქეთს 3 მილიონი ბალაკი ქონდა გაკეთებული ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის რა უნდა იყოს რეკოგნაცირება იყოს გაკეთებული ის ზალოვანი სტრუქტურები შეიგრიბოს სამედიცინო რაღაცები იმათ ხო რაღაცა დაჭირდებათ
კი ბატონო ჰუმანიტარული დახმარების თქვენ თვითონ გაეცით ამას პასუხი თქვენ თვითონ გაეცით ეს უნდა გაკეთდეს უნდა გაკეთდეს უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს უნდა მზად იყო სახელმწიფო ის რო არის სამსახური რო არის საგანგებო სამსახური აი ეს მოვალეობა მისი აი იმიტომ ეს სამსახუროა მოვალეობა სტიქიური იქნება თუ ის იქნება ეს სტიქიური ის არის სტიქია ეს იგივე როცა გოგეუნები იქ ახლა მარტო ის ხორ შემოა რა ქვია ტოლვილი რომელიც ოჯახიდან გამოვარდა იქ იქნება სამხედრო იარაღითაც იქნება ბანდიტის ყაჩაღიც იქნება და ყველაფერი იქნება დივერსიული ჯგუფებიც იქნება ორგანიზებული რომელსაც თავისი ამოცანა ექნებათ რომ აი აქ არიონ ყველაფერი რომ ყველგან აერიოს ყველაფერი შეიძლება იმათი მოწინააღმდეგე ვინც ის თქვათ ისრაელის ისინი ხო არის ისრაელის აბრალები მაგრამ ისრაელი თიც არ გაანზრავს ამერიკის გარეშე შედის შეკითხვა დამასით შავი ზღვის აკვატორიის 300 კილომეტრი უკან ის ვერ დაგვიცია ჩვენი თევზი ვერ დაგვიცია თევზი სხვა იჭერს თევზი თურქი იჭერს რა გავაკეთოთ მე და ჩვენ ჰაერი არ დაგვიცია მე და შენ ვართ ადამიანები რომელსაც პასუხისმგებლობა გვაქვს გვაქვს ის რაც გვაქვს ბატონ გურამ აი ეს არის გვაქვს ის რაც გვაქვს და ეს დღეს რაც ხდება გვაქვს ის რაც გვაქვს ხო და თუ ხელისუფლება იმით წვით იარა ხალხმა ამირჩიაო გასაგებია ხალხი აკეთებს მაგრამ დება იბოძე და წესრიგი დაამყარე მაგრამ ჩემი წვით ნუივლი ის ადამიანი რო საარჩევნო ვიყავ და მივედი მოხუცი კარი და მიყურებს დანა რა მომიტანეო იცი ამით წვით არ უნდა იარო სახელმწიფომ თუ ხარ სახელმწიფო თუ ხარ თავი კარგია რომ დღეს მშვიდობა მაგრამ მშვიდობა რის ფასად ბატონ გურამ თუ მე სუვერენიტეტი დავკარგე რა თქმა მე ამისანა მშვიდობა არ ჭირდება მე საშუალო ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარე 15000 ლარი და პენსიონერი მაგალითად 400 ლარი ჩემ საქართველოს მიათრევ ევროპაში და მონად რჩები ვიღაცეს ხდები მონად და სუვერენს მე რა თქმა ამისანა მშვიდობა მე ამისთვის არ ვიბრძოდი ამისთვის არ დამიჭერია მეთქვიები ის ათასობით ხალხი ჩვენი ბიჭები რომ დაიყუპდნენ აფხაზეთში ვინ დაიყופה იქ რისთვის ევროპისთვის იბრძოდნენ თუ საქართველოსთვის იბრძოდნენ და საერთოდ ამ ომმა ორივე მხარე სამაჩაბლოც ისიც იქეთ ამ მხარე საკეთება 30000-მდეა დაღუპული ღირდა ეს ყველაფერი აი ამ ხალხის აი ასეთი აწევა მე არ იცი ბატონ გურა იძახიან ადამიანის უფლება იმა თურმე აქვთ უფლება გამოვიდნენ იხრუსტაველზე მე მინდა ევროპა მე მაგ უფლება თუ არა ქართველ ადამიანს ქართველი ერი წარმოადგენს რომელიც მინდა ჩემი სამშობლო დრო ამოგვეწურა ბატონ ნაურ დრო მოგვეწურა და ამიტომ მინდა დიდი მადლობა ცოტათი ემოციური კი გამოგვივიდა ისინი ჩვენ უკრაინის სახელს საკითხს ვერ შევეხეთ მაგრამ ის რაც საქართველოში კეთდება მე მაგალითად ჩამოვყალიბდი იმაში რასაც თქვენ ამბობთ რომ სახელმწიფო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მაგრამ სამართლიანი უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება თუ მაგალითად არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩაატარო რისი ეშინიან ჩაატარო მაშინ ეს არჩევნები თავიდან ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანება რომელსაც მათ მისახმა ისე ჩამოიყვანოს ეს დამკვირვებლები თუ ვიღაცას ვიღაცის შეტენება უნდა ამ იმაში რა მაგალითად ნაციონალური მოძრაობების და ისეთი იმგენის ვისაც ფული აქვს ეს უნდა იყოს სასტიკად დასჯილი სასტიკად მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბატონ გურამ არჩევნები თუ მოხდება და თუ ისეთი მართვადი ხალხი შემოვა რა მნიშვნელობა ხა გავკითხეთ მე მინდა არა მნიშვნელობა 26 ოქტომბერსაც ჰქონდა მნიშვნელობა და დღესაც აქვს მნიშვნელობა ამიტომ დიდი მადლობა სტუმრობისათვის დიდი მადლობა ყურადღებისათვის დიდ ბოდიშვილს რომ ასეთი ემოციური გამოგვივიდა დღეს გადაცემა კარგად გზამდებოდეთ